გამარჯობა, ტელეკომპანია რიონის ეთერშია გადაცემა თქვენი პარლამენტის სტუდიაში მუშაობ ანა კანაპლევა. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლოა უგამოცდოდ ჩაირიცხონ. ცვლილებები, რომლებიც საზოგადოების განსჯის საგანი გახდა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შედის. კანონპროექტი იმ აბიტურიენტებს ეხება, რომლებმაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს ან სახელოვნებო შემოქმედებით კონკურსში მაღალი შეფასება მიიღეს. გარდა ამისა, კანონს მიეცემა უკუძალა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს და სტუდენტები ვერ გახდნენ. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ. წარმოგიდგენთ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ქართული ოცნების წევრს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს. ქალბატონო ელისო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ბატონ სერგო რატიანს. ბატონო სერგო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენი გადაცემის წესების თანახმად სტუმრებს ექნებათ 25 წამის შესავალი და შემაჯამებელი სიტყვისთვის და ამდენივე დრო კითხვებზე პასუხებისთვის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ კითხვები თავად დეპუტატების მიერ არის შედგენილი. ქალბატონო ელისო, ბატონო სერგო, სანამ კითხვებზე გადავალთ, გთხოვთ ზოგადად თქვენი აზრი გამოხატოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ქალბატონო ელისო, თქვენით დავიწყოთ. გისმენთ? პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისათვის სხვადასხვა სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროგრესული კანონპროექტი და მოღოთ მოითხოვს დახვეწას. მადლობა, ბატონო სერგო, გისმენთ? კანონი პრობლემური არის, რადგან ქმნის კორუფციისა და პროტექციონიზმის საშუალებას, გარდა ამისა აბსურდულია, რადგან ქმნის შესაძლებლობას, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ სტუდენტები, რომლებიც არ ფლობენ უბრალოდ ქართულ ენასაც კი. გარდა ამისა, აკადემიისა და სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის პროგრამები არის აკადემიური პროგრამები და აქ უნდა ფლობდეს უნარ-ჩვევებს. დიდი მადლობა. ახლა კითხვების დროა და პირველი კითხვა ქალბატონ ელისოს. ქალბატონო ელისო, შეიძლება თუ არა, რომ ოლიმპიადაში გაიმარჯვოს ან არაქართულენოვანმა საქართველოს მოქალაქემ, ან უბრალოდ სტუდენტმა, რომელმაც შესაძლებელია ვერ გადალახოს, თქვათ, ქართულ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთმა სტუდენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ? დიახ, ამ შეკითხვის პათოსში მე ვეთანხმები ბატონ სერგო რატიანს, რომ გარკვეული დეტალები აღნიშნულ კანონპროექტში უდავოდ მოითხოვს დახვეწას და ასევე უნდა იყოს მითითებული იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ ფაკულტეტზე ეძლევა ჩარიცხვის შესაძლებლობა ამა თუ იმ ოლიმპიადაში გამარჯვებულ პიროვნებას. მაგალითად, თუ მან ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ფიზიკის ფაკულტეტზე უნდა ჰქონდეს ჩარიცხვის უფლება და შესაძლებლობა და არა სამედიცინო ან მათემატიკის. ბატონო სერგო, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ირიცხებოდნენ არა მათ მიერ სპეციალობაში გამოვლენილი შედეგებისა თუ ნიჭის მიხედვით, არამედ უნარ-ჩვევებში მიღებული შეფასების საფუძველზე. კონსერვატორიისა და სამხატვრო აკადემიის პროგრამები არის ჩვეულებრივი აკადემიური პროგრამები, რომლებიც გარდა საშემსრულებლისა გულისხმობს აკადემიურ შესწავლას, აკადემიურ სფეროს შესწავლას, ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი ფლობდნენ აკადემიურ უნარ-ჩვევებს. ქალბატონო ელისო, რას წარმოადგენენ სახელოვნებო შემოქმედებითი პროგრამები? აკადემიურ თუ საშემსრულებლო პროფესიულ პროგრამებს? რა თქმა უნდა, ეს გახლავთ აკადემიური პროგრამები, შესაბამისად ჩვენ თვლით, რომ დიახ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რა თქმა უნდა იყოს გადალახული იმ ადამიანების მიერ, ვინც ასეთ ფაკულტეტებზე ისწავლის და მომავალშიც მათ, რა თქმა უნდა, ზოგადი მაღალი განათლება უნდა ჰქონდეთ, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს განმსაზღვრელი უნარ-ჩვევებში მიღებული შეფასება, როდესაც სახელოვნებო სასწავლებელში ირიცხება ადამიანი. და შემდეგი კითხვა ბატონ სერგოს. ბატონო სერგო, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ლომაია შაშკინის რეფორმების შედეგად ჩამოყალიბებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც მართალია გამორიცხავს კორუფციას, მაგრამ არ ითვალისწინებს აბიტურიენტებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას? ინდივიდუალური მიდგომა ყოველთვის არის გამონაკლისი და გარკვეული ჯგუფების დაყენება კანონის გარეშე შესაბამისად ის ქმნის კორუფციისა და პროტექციონიზმის საშუალებას. ქალბატონო ელისო, გაქვთ თუ არა გამოკვლეული, რამდენი ახალგაზრდა იღებს წელიწადში სამხატვრო აკადემიაში 91-94 ქულას?
დიახ, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მაღალ ქულებს იღებენ და ნიჭიერები არიან. კონკრეტული ციფრით შეგვიძლიათ მოვიძიოთ ამ შემთხვევაში და კომიტეტის ხდომაზე განვიხილოთ, თუმცა ჩვენ სასწავლებლების ადმინისტრაციას უნდა შევხედოთ არა როგორც დამნაშავეებს, რომლებიც სავარაუდოდ კორუფციაში ჩაეფლობიან, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიზრდიან მომავალ თაობას და მათ გადაწყვეტილებებს უნდა ვენდოთ. ბატონ სერგო, ბოლო კითხვა კომიტეტის ხდომაზე თქვენ საუბრობდით სახელოვნებო ინსტიტუტებში ხარისხის მოსურნეთა კონტრაქტის გაფორმებაზე. ეს არ არის გამონაკლისი და სისტემის შეცვლის საფრთხეს არ შეიცავს? არა, მე გულისხმობდი, რომ უნდა გაიმიჯნოს აკადემიური და საშემსრულებლო პროგრამები. საშემსრულებლო პროგრამებზე მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის იყოს განსხვავებული მიდგომები. დიდი მადლობა და ბოლოს გთხოვთ შეაჯამოთ ეს თემა. ქალბატონო ელისო, გისმენთ 25 წამი გაქვთ დრო. კანონპროექტი არის სულდავოდ საინტერესო, ის ბატონ ვანო კიყურაძის სახელთან არის დაკავშირებული, ჩვენ ამ მეცნიერს ვცემთ უდიდეს პატივს. და ვფიქრობთ, რომ მთავრობასთან გაგრძელდება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივალთ ფორმულირებამდე, რომელიც იქნება სასარგებლო როგორც ქართული განათლების სისტემისათვის, ასევე პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობისათვის. ბატონ სერგო, გისმენთ თქვენი შეჯამება. პირველ რიგში გამონაკლისები და გარკვეული ჯგუფების კალენდარში დაყენება ანგრევს ერთიანულ ეროვნულ გამოცდებს, რომელმაც შექმნა არაკორუმპირებული გარემო, რაც შეეხება უშუალოდ პროფესიულს და არააკადემიურ, ასე ვთქვათ, პროგრამებს, ამისათვის შესაძლებელია, რომ ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღება უბრალოდ დამამთავრებელი გამოცდებით და საშემსრულებლო ტურებით ჩაირიცხონ. დიდი მადლობა ქალბატონო ელისო, ბატონო სერგო, იმისთვის რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. წარმატებებს გისურვებთ. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.